უკვე 8 წელია კახიკალაძე ატყუებს თბილისელებს. მაგალითად, საცობებზე ამბობდა, რომ საცობები დასრულდებოდა. დღეს კი თბილისი მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული ქალაქია. ეკოლოგიაზე კვირდებოდა სუფთა ჰაერს და სუფთა მტკვარს. სინამდვილეში ჰაერი მძიმე და ტოქსინებით სავსეა, მტკვარი კი ნაგვით სავსე. მეტროები, ლილოს ახალი მეტრო, ვარკეთილის რეაბილიტაცია, ახალი ხაზები, ეს ყველაფერი აღმოჩნდა საუკუნის ტყუილი. 8 წელი მხოლოდ დაპირებების, საქმე კი არა. იპოდრომის პარკი კვირდებოდა ევროპულ პარკს. დღეს იპოდრომზე მტვერია და მიტოვებულია სივრცე. იგეგმება მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. საპარკინგე სივრცეები ამბობდა, რომ მიწის ქვეშა და მიწის ზედა პარკინგები მოეწყობოდა. სინამდვილეში ყოველდღე მანქანის გაჩერება კოშმარია, იმიტომ რომ არაფერი გაკეთდა. მწვანე ზონები, პარკები და სკვერები გაიზრდებოდა, ამბობდა, სინამდვილეში მწვანე სივრცეები ჩაანაცვლა მშენებლობებმა. ქაოტური განაშენიანებაა თბილისში და ყველაზე მთავარი ბიუჯეტის ფული. ამბობდა, რომ ბიუჯეტი ხალხისთვის დაიხარჯებოდა. რეალურად მილიონები მიდის პარტიულ პროპაგანდასა და ოცნების კამპანიებზე. აი ასე ატყუებს კალაძე თბილისს უკვე 8 წელია. ვხედავთ მხოლოდ დანაშაულებრივ გულგრილობას, ტრაგედიებს და საარჩევნო ტყუილებს.